შვიდობა დიდება ერთადერთ უფალს იესო ნაზარეველს ცოცხალი ღმერთის ძეს არა მე როგორც მე ვერ გამოვსწორდები ამ საკითხში შენს არ მოგცემ უფლე არ მოდისა არ მოგშორდები არ დაგანებებ თავს ასე ვიქნები ალბათ არ ვიცი სანამ მადლობა ჯარი აქ საჩურჩულებელი მადლობა გადაუხადე შენს შემოქმნეს ცისდა ქვეყნის განჩენს უთხარი მადლობა ღმერთო სიცოცხლისათვის უთხარი მადლობა იმიტომ რომ მადლიერი კაცი მადლიერ კაცზე არის მადლიერ კაცზე ცნებოდა დებო ახლობლებო არის მადლი და მადლი და წყალობა არის ერთად ღვთისგან ეხლა ამ დილას ერთი რაღაცა შევხვდაო ცუდი რაღაცა წავიკითხე წარმოედგინეთ ვიღაცა ემიგრანტი არ სახელმწიფო მიზარ გვარს ვიღაცა ქალი ახალგაზრდა გოგონა 30 წლის მაქსიმუმი 35 ეგები იყოს 30 წლის ემიგრანტი ჩამობრძანდა საქართველოში დაბრუნდა სახლში დააწვა და ვერ გაიღვიძა მკვდარი გარდაცვლილი იპოვეს ლოგინში შენ თვალები გაახილე შენი სიცოცხლე გაგრძელდა და ნუ იფიქრებ რომ იმიტომ გაგრძელდა რომ შენ ასეთი ისეყავი კრუტოი ბიჭი ან კრუტოი გოგო არა შენ და მე შეგვიწყალა უფალმა წერია ბიბლიაში каждый утро посещаешь его ყოველ დილა მოდიხარ რა არისო კაცი რომ ასე გახსოვს ყოველ დილით მოდიხარ ღმერთი ღმერთს არ აყრის მიშვებული აი კაცო იცხოვრონ და თუ გაძლებს ის არის და თუ მოკვდება და თუ იცოცხლებ და იცოცხლებ არა იესომ თქვა იესო ქრისტემ თქვა ჩემი მამის ნების გარეშე ერთი ბეღურაც არ ჩამოვარდებაო თქვენ თავზე რაც შეგვჭა ისის არ ჩამოვარდებაო თქვენი თავიდან თმა ხერი ერთი ღეროთმაც მისი ეს თმაზე კი არა აქ ლაპარაკი თუმცა ის ღმერთმა აქ არის იმისანა უმნიშვნელო რაღაცებზე ლაპარაკი როგორ შენ ერთი თმა რო დაგივარდება და წივილ-კივილს რო არ ტეხავ დიდუ რა დამემართა ერთი ღერი თმა და დავკარგე დღეს ინტერესას თუ რა ხუჭა და თუ დაგეწყო ცონა ეს სხვა ამბავია მაგრამ 1 და 2 და 5 და 10 ღერო თმა რო იუაცხი მაშინ მოგშორდეს ამისთვის შეიძლება 2 წუთში არც კი გაგახსნდეს უმნიშვნელო რაღაცას ეს იგულისხმა იესომა ასე რომ ვიღაცებს ძალიან ბევრს დღეს არ გაიღვიძა პლანი ჰქონდათ გეგმები ჰქონდათ მაგრამ ჯანმრთელებიც იყვნენ ჯანღონით სავსე გეგმები ჰქონდათ შენ გაიღვიძე და ნუ მიიღებ ისე რომ ეს უბრალოდ მოხდა არ მინდა ხელყები ამას ძალიან რაღაც კარგი ეხლა რა ისიც მინდა და მე რატომ მინდა ის ჩაწერა მინდა და ეხლა მე წავიკითხავ ორი ადგილიდან ერთი რომელთა წერილიდან წავიკითხავ და ერთი თესალონიკელთა მეორე თესალონიკელთა წერილიდან ჩქარა წავიკითხავ ნუ გეშინიათ მე ვიცი რომ ბევრს ლაპარაკო მაგრამ ეხლა არა რომელთა წერილის ეს არის პირველ თავში პირველი თავის წავიკითხავ 1 2 3 4 მოხს უყურეთ ყურადღება ჩართეთ შტერლიცის მუსიკა ამიტომ
გადასცა ისინი ღმერთმა უწმინდურებას თავიანთი გულის ასე რომ არ ვიცი რა გაითიშა თუ რაღაცა თუ სიაზე არ ეყოფა ისევ კითხულობ რაღაც გაითიშა მგონია რაღაც ფინიშია დამიწერა იქ ბოროდეს სულივით ამიტომ გადასცაო ღმერთმა ისინი უწმინდურებას თავიანთი გულის თქმებით ორე თავიანთი გულის თქმებით ასე რომ მათ თვითონ შებილწეს თავიანთი სხეულები ვინ გადასცა ეშმაკმა მოროტმა სულმა არა 26 მუხლი ამიტომ ეს მეორე მუხლია სხვა მუხლია ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა სამარცხვინო ვნებებს რამე თუ მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი ხმარება შეცვალეს ბუნების საწინააღმდეგოთი ვინ გადასცაო სატანა ეშმაკუნიებმა ღმერთმა ისინი გადასცაო ღმერთმა კითხულობ 22 მუხლს და რამდენადაც არ ცდილობდნენ ცოდნით ყოლოდათ ღმერთი რომ გაეგოთ ეკითხათ გამოეკვლიათ ზევით აეხედათ ეფიქრათ ცოდნით არ ყოლოდათ ღმერთი ურაძელი ღმერთმა ისინი გადასცა უკუღმართ გონებას დაუშვებლის გასაკეთებლად რომელთა პირველ თავში 24, 26, 28 მუხლებში წერია ერთი და იგივე სიტყვები გადასცა ისინი ღმერთმა 26 გადასცა ისინი ღმერთმა 28 ღმერთმა ისინი გადასცა ღმერთმა და ამაზე წერია ვინც გადასცა იციან მათ ღმერთის სამართალი რომ ამის გამკეთებელნის სიკვდილს იმსახურებენ და არა მარტო ამას აკეთებენ თვითონო არამედ გამკეთებლებსაც უწონებენ და სხვებსაც ასწავლიან იცის იმან ამიტომაც რომ არ უნდათ ღმერთის სიმართლე და ჭეშმარიტება ღმერთმა უთხრა არ გინდა სიმართლე არ გინდა ჭეშმარიტება აჰა მაშინ შენ არ ახარ იმისა რომ არ იცოდე შენ იცი და არ აკეთება არ გინდა მაშინ გადაგცემ უწმინდურ გულისხმებს გადაგცემ სამარცხვინო ვნებებს გადაგცემ უკუღმართ გონებას რომ გააკეთო დაუშვებელი ეხლა კიდე ერთი მუხლი მეორე თესალონიკელთა მეორე თავის მეათე მუხლიდან აქ წერია ანტიქრისტეზე სატანაზე რომელიც მოვა სასწაულებს გააკეთებს ყალბი ნიშნების სასწაულები ექნება და ყოველგვარი მაცთუნებელი უმართლობით სასწაულებს გააკეთებსო აცუნებსო ხალხს დაღუპულებს რატომ რომ მათ იმიტომ მურე რა წერია იმიტომ რომ არ მიიღეს ჭეშმარიტების სიყვარული თავის გადასარჩენად ამ ხალხმა ჭეშმარიტების სიყვარული არ მიიღეს ესე იგი ქონდა საშუალება რომ მიიღოთ და არ მიიღეს ამიტომაც ყურადღება ახლა მე-11 მუხლი სადაც სინათლე რო არ ჩანს არის თავარია ხმაგი გაიგონოთ მე-11 მუხლი ამისათვის გაუგზავნის მათ ღმერთი ცთარ მოქმედებას რათა იწამონ სიცრუე კითხულობ მეორე თესალონიკელთა მეორე თავის მე-13 მუხლს
ზეა დიდება უფალო შესახავს ამისათვის გაუგზავნის მათ ღმერთი ცთარ მოქმედებებს რათა ირწმუნონ ღმერთი ეს ხალხია თვითონ მოძებნიანო ყურის მომქავებელ მასწავლებლებს რომელთაც არ ეამათო ჭეშმარიტება ამიტომ ფრთხილად თუ რომელთა თავიდან წავიკითხეთ სამი ადგილი სამი მუხლი ერთ თავში სადაც წერია გადასახმერთმა და თესალონიკეში წერია რომ ამისათვის გაუგზავნის ღმერთი მცდარ მოქმედებას რათა იწამონ სიცრუე რათა დაისაჯოს ყველა ვინც ჭეშმარიტება არ იწამა და ეამა როგორ მოსწონს უმართლობა აი უმართლობა ჭეშმარიტება ვინც არ მოსწონს ხო დავკეცავ მე ახლა ვისაც ჭეშმარიტება სიმართლე სახარებას რო გეუბნებიან რო არ გეამებათ ზოგიერთებს ხო მე ყველაზე არ ვამბობ მე ყველაზე ვამბობ ვისაც არ ეამება სახარება სიმართლე არ უყვარს ხალხს ვიღაცა რაღაცას მოიგონებს ხაპარს ის მინდანი ის ფაჩუჩი ეს სამოსელი ის ჯვარი ეს ხატი ყველაფერს იჯერებენ სიმართლის გარდა ამიტომ თურმე საკითხავია კიდო ეს კაცი რომ ამ ტყუილებში ზიზდა რომ არ უნდა სიმართლე ეს ეშმაკმა შეაცდინა თუ ღმერთმა მოუგზავნა ამას იმიტომ რომ ვისაც არ ეამება ჭეშმარიტება ვინც მოისმენს ღვთის სიტყვას ვინცაც ღმერთი აუხსნის შვილო წაიკითხეს სახარება აი ასე ამბობს იესო აი ასე ამბობს მოციქულები ასე ამბობენ ასე ამბობს სახარება და შენ მაინც შენზე ჯორივით რომ დგეხარ და არ ინძრები და მაინც შენსაც გაიცახე და იმიტომ რომ არ გეამა შენ ჭეშმარიტება სულ არა გამორიცხული რომ ღმერთმა მოგიგზავნოს ცდარი მოქმედება იმიტომ რომ შენ არ გეამა ჭეშმარიტება მე თუ ლაპარაკობ ტყუილს გასინჯეთ სახარება ამიტომ ვაი მას ვისაც ღმერთი მოუგზავნის და თუ ღმერთი მოუგზავნის იმ პიროვნებას მეგობრებო შანსი არ აქვს არავინ არ გიშველის და არავინ არ გიშველის თუ ღმერთმა გაგზავნა რომ შენ ირწმუნო სიცრუე შენ ირწმუნებ კაკ მილინკი ისე ირწმუნებ რომ ვერავინ ვერ გადარწმუნებს სხვაში რატომ იმიტომ რომ ღმერთმა მოგიგზავნა იმიტომ რომ შენ ერდროს შენს ყურში შენს თვალწინ ღმერთი გიმოწმებდა გეუბნებოდა ღვთის სიტყვას ჭეშმარიტებას და შენ არ გეამა ის შენებური გეამა აკეთ ადვილი იზი ფიზი და იზი ფიზი იქნება იქ რომ ამოუჯდები იმ ცრუს სატანას მის მოგზავნილს და ეშმაკებს და ბოროტსულებს და იქ ერთი კომპანია გიქნებათ მერე ამიტომ სანამდროა როცა გვესმის სახარება როცა გვესმის ჭეშმარიტება მივიღოთ ის წარეა ტკბილია თუ რაც არის მივიღოთ ისეთი როგორიც არის იგი და საერთოდ იესო თქვა ჩემი სიტყვა არისო ჭეშმარიტება დანარჩენი დაჩის ზღაპრები და ნუცასყოლა ჩვენ არ გჭირდება მე არ მჭირდება ნუცასყოლა არც ნუცა გაკვეთილი მინდა და არც მისი განათლება არც დაჩის ზღაპრები ასე რომ უფალმა გაკურთხოთ ვისაც სიამოვნე ჭეშმარიტება უფალმა დააგლოცოთ ვისაც გენატება და გეტკბილება ჭეშმარიტება ეს ნიშნავს თქვენთან არის ღმერთი სულიწმინდა არის თქვენი მასწავლებელი ის გაძლევთ მათს რომ მოგენატროთ მოგწყურდეთ მოგშვიდეთ ღმერთის სიტყვა ხოლო ვისაც ღმერთის სიტყვა არშია არ წყურია არ ენატრება და იქით დაჩის ზღაპრებისკენ და
სისრუისკენ მიუტრის და არ ალერგიას აძლევს იმ კაცს, რო ეუბნები, ასე თქვა იესო, ასე წერია სახარებაში. კარგი. ყველაფერი გათვლილია. ვისაც არ ეამება სიმართლე, ის ირწმუნებს. იცით რატომ? მეოთხე ადგილი მოგიყვანეთ. ღმერთი გამოუგზავნეს მცდარ მოქმედებას, რომ ირწმუნოს სიცრუე. რატომ? იმიტომ რომ არ ეამა ჭეშმარიტება. უფალმა გაკურთხოთ, დაგლოცოთ და გაუფრთხილდით იმ მადლს, იმ წყალობას, იმ კურთხევას, რომელიც მოგმადლა ღმერთმა, რომ გწყუროდეს, გშიოდეს, გვენატრებოდეს ჭეშმარიტება. ღმერთის ცოცხალი სიტყვა უფალმა გაკურთხოთ, დაგლოცოთ, აბა ჰე და აბა ჰო, აბა კარგად.